მართ აი ხათ ჩამოვარდები წააგებ. დაიჭედა ხალხო. ვაიმე. მოგესალმე მის მეგობრებო, მე და მართაც გვაქვს ჩასაბარებელი ვალი მანანასთან. წავაგეთ რაღაც თამაში, ჩელენჯში. თუ მოვიგებ მე, გელა და მართა გადაიღებენ თქვენ მიერ მოფიქრებულ ვიდეოს. მოგიგებ? გამარჯობა. ეს არის ორი ერთნაირი არხი და როგორც დაგვირდით, დღეს თქვენი სცენარის მიხედვით გადავიღებთ ვიდეოს. ხუთი ვარიანტია, მოკლედ სად გავატარებთ 24 საათს მე და მართა. პირველი არის აბაზანა, მეორე არის საწოლი, მესამე არის სამზარეულო, მეოთხე არის აივანი და მეხუთე არის სადარბაზო. ხუთივე ლოკაცია არის ჩაყრილი ამ ქუჩში, ერთ-ერთს ამოვიღებთ და რომელსაც ამოვიღებთ, იქ გადავიღებთ მე და მართა 24 საათიან ჩელენჯში. ასევე ამ ქუჩზე გამახსენდა ეხლა რომ გვაქვს მარათონი მეგობრებო, თუ შეიძენთ ჩვენ ქუჩს, საჩუქრად მიიღებთ ქუჩს და ასევე შეიძლება მოხდეთ ჩვენთან ერთად ერთ-ერთ YouTube ვიდეოში. მე ძალიან ბევრჯერ დავპრენკავ ამაც და თქვენ უბრალოდ მიყურეს და ერთად ვიცინოთ. საწოლი. ვა, საწოლი ყველას ჯობდა. 24 საათი გაატარებენ საწოლზე. ვინც დაბლად ადგავს ფეხს, ის წააგებს კატეგორიული. კი, ახლა გექნება 5 წუთი, რომ აიღოთ ნივთები, რომლებიც გჭირდებათ და მთელი დღე გაატარებთ დივანზე. მხოლოდ 10 წუთი გექნებათ ამ 24 საათიდან, რომ უბრალოდ საპირფარეშოში გახვიდეთ. დანარჩენი უნდა გაატაროთ დივანზე დრო. 1 2 3 მორჩა. მე რა მინდა ლეპტოპი შემეტანა მინდა და წყლის და ოშყავას გავიწევ. ყალი უნდა შემოვიტანოთ აბა. მე ავიღებ ჭიქას ჩემ საყვარელს. მე თხილი უნდა ავიღო. მე ველოდები ყავის ადუღებას. და ჩავდება იქ. აი მეგობრებო, ესა ჩემი ჭიქა. ეს ჩვენი ყავა. ხალხო ძალიან ცნობურობა. წამო მართა მორჩა. ოკეი, მორჩა. 3 2 1 გელამ უკვე თქვა რომ წააგო, მაგრამ მთავარი გამოწვევა ახლა იწყება. ვინ გაუძლებს ბოლომდე? 24 საათი საწოლზე. ისე რომ იატაკს საერთოდ არ შეეხო. ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ძალიან მალე მიხვდები რომ ამ შეჯიბრში მარტივად ვერ გაიმარჯვებ. დაგვყარა საწოლზე ამხები. ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ცდილობენ მართა და გელა გადარჩენას, მე აზზე თუ ვიყო ხალხო, რა უნდა ავიღო? როგორ ებრძვიან ჩემს პრენკებს. მოდი გავიღადავები ახლა და უბრალოდ დავუკაკუნებ და ნახოთ რა რეაქცია იქნება. დაბლა არ დამდგარ ხარ? გელა სადა? სად არის? წააგო! როგორ იგონებენ თამაშებს და ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორ გადაარჩინა მათი დღე ფაფუმ მაშინ, როცა ამ ჩელენჯის გაგრძელება უკვე შეუძლებელი ჩანდა. ფაფუ არის ერთი პატარა ყუთი, რომელშიც უამრავი გასართობია თავმოყრილი. ბოლომდე უყურე, რადგან დღეს შენც თამაშობ ჩვენთან ერთად. და გახსოვდეს, ყველაზე რთული თამაშები ყველაზე სახალისო ისტორიებად იქცევა. თუ გინდა რომ ერთხელ შენც გახდე ჩვენი ვიდეოს ნაწილი, გამოიწერე ჩვენი ჰუდი, რადგან სამ შეკვეთაში ოქროს ბარათი დევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზღაპრულ დღეს გაატარებ ორი ერთნაირთან ერთად და გელასთან. ვინიც ისიქნებ თავად მოგიტანოთ ოქროს ბარათი სახლში. შეკვეთის გახსნამდე უნდა დაიჯერო, რომ შეუძლებელი არაფერია. გამარჯობა! შოქშია ხო? აი შენ ჰუდი და ქუდი. გადავიღოთ სურათი? ძალიან კარგად გექნება. ნოიზიადე. ესეთი წყნარი არ არის ზოგადად. ხო და რა მოინტერესებს? ჩემი ზომა ჰუდები რატო არ არის? თქვენც გინდათ? ისე ვიდეოებსაც ერთად უყურებთ ხოლმე? მართლა? უყურებთ და ესე ითხრა რომ მანანას არ ვიცი გასაყიდად რატო არ არის? ხო, იქნება ძალიან კაი იდეა. დროებით, აბა. ძალიან მაგარი ვიდეო გოლის წინ. მზად ხარ ორი ერთნაირის და ფაფუს სამყაროში მოგზაურობისთვის. ყურადღებით გვიყურე, რადგან ვიდეოს შემდეგ ნაწილში გაიგებ კიდევ რა სიურპრიზი მოგიმზადეთ. ვის თამაში რო იცი? 1-დან 10-მდე რო ვითვლი. 3 არის. დავი. 1 2 4 5 6 7 8 9 10 პირველი იყოს 6 7 6 7 2 4 5 6 7 8 9 10 5 იყოს 6 7 2 4 6 7 8 9 10 7 იყოს თმისამაგრი 6 7 2 4 6 თმისამაგრი 8 10 10 10 იყოს ორი ერთნაირი გაი 6 7 2 4 6 ყველაფერი ამას მომწი თმისამაგრი 8 9 ორი ერთნაირი 8 იყოს თხილი გაი 6 7 2 4 6 თმისამაგრი თხილი 9 2 ერთნაირი 9 იყოს საწოლი 6 7 2 4 6 თმისამაგრი ხილი საწოლი ორი ერთნაირი 2 იყოს წინდა გაი 6 7 წინდა 4 6 ო ავიჭერი თვისამაგრი თხელი საწოლი ორი ერთნაირი კაი 6 იყოს გაი 6 7 აი ორი აღარ მახსოვს წინდა ხო არ მახსოვს. 4 არაფერი 4
შემდეგ იყო ვიწვი. გამარცხდი რა. საწოლი, არა საწოლის მე. რა იყო ხო და? თვისამბობი. თავად გაინტერესებთ თუ რას გააკეთებენ გელა და მართა. ყველაფერს რა თქმა უნდა მე ვეთყვი. დღევანდელი ამ საინტერესო ვიდეოს სპონსორი არის ფაფუ და მე უკვე ფაფუს ყუთები შევაწყე გელას და მართას თავზე. ჯერჯერობით არიციან და ვერ ხვდებიან როგორ უნდა გაერთონ, მაგრამ როგორც კი ფაფუს ყუთებს ვაჩვენებ, ეგრევე მიხვდებიან თუ რა უნდა გააკეთონ მთელი დღის განმავლობაში. მოკლედ ვიდეოს განმავლობაში ნელ-ნელა გიხსნით თუ რა არის ფაფუ და ახლა წავიდეთ გელასთან და მართასთან. ეხლა თქვენთვის რაღაცა სიურპრიზი მაქვს. აუ, კაიო, ველოდით რაღაცა. რა თქმა უნდა, რომ ესე უსაქმურად არ იქნებით მთელი დღე და გელას თხოვ, რომ ეხლა ადგეს და მაღლა შეამოწმოს 2 ყუთი მაქვს გამზადებული, ერთი ბიჭისთვის, ერთი გოგოსთვის. ერთი არის ბიჭის, მეორე არის გოგოს. ჩემი წესების გარეშე აქ არაფერი არ ხდება. მოკლედ, ცოტა ხანი ხომ მივიღებთ. მართა დაიჭერს ბიჭის ფაფუს ყუთს, გაცვალეთ ეხლა ყუთები, ხოლო გელა პირიქით გოგოს ყუთს. ახლა ამოიღეთ 5 ფაფუ თქვენი ყუთებიდან. 1 2 ხო ეს რომ ძიმიო? შენ გახსენი გოგოს ფაფუ და შენი აზრით უნდა თქვა პირველი მართა რას ამოიღებდა მაქედან. მართა ხუჭავს თვალებს. რას ამოიღებდა მართა? ეს არის პირველი, მეორე არის ეს, მესამე არის ეს არის მეოთხე, ეს არის მეხუთე. აი, ჩემი აზრით მართა პირველ რიგში ამოიღებდა აი ამას. პირველს რას ამოიღებდი მაქედან? ალბათ ამას. მესამეს ამოიღებდი პირველ. აი, ეხლა მე პირველი ნივთი არის ეს, მეორე ნივთი არის ეს. აი მე ცუდად ვარ ჩემთვის. ასევე აი ეს ნივთი, ეს და ეს. მოკლედ ჩემი აზრით გელა პირველს ამოიღებს ამას. აბა რას ამოიღებ პირველს? რა საყვარელი მივრელობი. ოუ, აუ ალბათ მაინც ამას რა. არა, ეს. ხალხო მე უნდა გავხსნა ეს, იმიტომ რომ სქვიშია. გაუქნა სუდადო. ზელაპი. აი ეს ჩემი აზრით. აბა რომელი მოგწონს აქედან ყველაზე მეტად? ეს. ერთი ქულა მეგობრებო, ავიღე. ეს არის თანქარზე გასაკეთებელი. ხალხო რა მაგარ რაღაცებია ბიჭებში? ჩემი აზრით ამას ამოიღებდა გელა. ვაი, ჩემი ბავშვობა. ამას ამოვიღებდი რა თქმა უნდა. სწორია. ძალიან ლამაზი ბრელოკი იყო. სქვიში მე მგონი ყველაში დევს აშკარად სხვადასხვა ფერები, ჩუპაჩუპსიც ყველაში დევს და სტიკერებიც ყველაში. კაი, ამას ამოიღებდა ჩემი აზრით მართა მეგობრებო. კაი პიკაჩუ ბებია. გამოვიცანი. ასევე ეს არის სკაპი, თმის მეგობრებო, ძალიან ლამაზი. ჩუპაჩუპსი რა თქმა უნდა, კლარცი რა თქმა უნდა, სტიკერები და ძალიან საყვარელი პიკაჩუ. შემდეგი მძიმე, მე სულ მძიმეებზე ვარ. გავხილო? არ თქვი, მაგრამ მიხვდებოდით ჩემ რეაქციაზე. აი, მართას ეს ძალიან უყვარს მეგობრებო. მაგრამ აი, ამას უფრო ამოვიღებდი და ჩემ ოთახში დავიდებდი რეალურად. აი, იმ სპანჯბობს. მეც მაგას ამოვიღე. კი, და მართამ ეს თქვა, ხო? ახლა რომ დავინახე, გავგიჟდი. მოჭა? ამას ამოიღებდა მართა ჩემი აზრით. რას ამოიღებდა? თქმა უნდა. არა და ნახეთ რა ლამაზი საფურია მეგობრებო. აი, ულამაზეს. აი, ჩემი აზრით გელა აირჩევდა. კაი თამას. გავინახე. აი, მაკდონალდსის ფრი გვაქვს, განსაყვარელი სქვიშური და ესეთი მანქანა გვაქვს. ჩემი აზრით მართა აიღებდა აი ამას. მოჭა? შემოიხედე. აი ამას. ბოლო მეგობრებო. ოკეი, ჩემი აზრით ამას აირჩევდა. აუ, აი ამას ავირჩი. ეს თქვა? მოვიგე. ხო და ყველა ხვის წავართ მართას, იმიტომ რომ მე მოვიგე. აი, ერთსაც დაგიტოვე. აი, არ წავართ მე ჩემ პატარა და იყოს არაფერს მეგობრებო. ყველა შეფუთვაში დაგვხვდებათ ესეთი ფურცელი, სადაც არის ესეთი QR კოდი და ეგონა დაასკანერო, გადაიყვანოს ფაფუს საიტზე და იქ შეგიძლია მოусმინო რაღაცებს, შეგიძლია წაიკითხო, ითამაშო და ძალიან კაი რაღაცებია. წარმოიდგინე, ფაფუ რომ ქონოდა მე და ჩემს კლასელებს. ქალაქობანას და ჯეირანის გარდა რამდენ თამაში ვითამაშებდით? მოიგეთ 10 ქულა. ოპა, ყველაფერს მოგდებ. ოპა, 6+6 მართლა. 12. ისლანდი არის ეს მაშინ. საღ. მიდი. შეიძლება ამბობენ ახალი თაობა აღარ თამაშობს ისე როგორც ჩვენ თამაშობდითო. გონიცდებით მეგობრებო, ფაფუს ერთ პატარა ყუთში დაგვხვდება უამრავი სათამაშო. ზუსტად ისეთი ბავშვობაში რომ მოცნებობდით. რა გარმიყვარს! მაგრამ ეს ყველაფერი არა. თუ ფაფუს QR კოდს დაასკანერებთ, გეხსნებათ დიდი ციფრული სამყარო. სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ ქვიზები, ონლაინ თამაშები, კრეატიული ჩელენჯები, გადაიღოთ სურათები და ძილის წინ ზღაპრებსაც კი მოусმინოთ. ანუ თამაში არასდროს მთავრდება. ახლა კი სიურპრიზი. თუ ორი ერთნაირის გამომწერი ხარ, ძალიან მარტივად შეძლებ რომ ფაფუს ვებსაიტზე
შეხვიდე. ახლა ამოვარდება Papus Facebook გვერდი. შენ უბრალოდ უნდა შეხვიდე ამ გვერდზე და მიწერო Papus. გამარჯობა, მე ორი ერთნაირის გამომწერი ვარ. გთხოვთ გამომიგზავნოთ QR კოდი. ან უბრალოდ მიწერეთ ორი ერთნაირი და ყველაფერი გასაგები იქნება. ისინი ძალიან მალე გამოგიგზავნიან კოდს და ძალიან მალე შეძლებთ რომ გადახვიდეთ ვებსაიტზე და უამრავი ითამაშოთ. Papus ვებსაიტს კარგი ის აქვს რომ შეგიძლია წაიღო მეგობრებთან დაბადების დღეზე, ექსკურსიაზე ეზოში ან კვირადღეს საწოლში. სანამ ნახავთ როგორ შეეჯიბრება მართა და გელა ერთმანეთს, მოდით ტოპ კომენტარებს გადავხედოთ. მართა, მანანა და გელა, მე ვარ თქვენი გამომწერი, რომელსაც ყველა თქვენი ვიდეო ნაყურები აქვს. ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის მოუთმენლად ველი შაბათი დღის დადგომას. მე თქვენს ვიდეოებს შემდგა საერთოდ უყურებ, მე მქვია დაძუნა და ვარ 8 წლის. ძალიან მინდა ტოპ კომენტარებში მოხვედრა, მაგრამ თუ არ მოხვდები არა უშავს. მე ვფიქრობ რომ ყველაზე კარგი იუთუბერები ხართ და თქვენ მაყურებლებს დაძმობის კარგ მაგალითს აძლევთ. თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე. მიყვარხართ. დათუნა, დიდი მადლობა ასეთ თბილი და საყვარელი კომენტარებისთვის. ძალიან გაგვიხარდა რომ ჩვენს ვიდეოებს შენს დაიკოსთან ერთად უყურებ. ვფიქრობ ეს ვიდეო განსაკუთრებით მოგეწონება, რადგან გელა და მართა აქ ბევრ დროს ატარებენ ერთად და უამრავ სახალისო თამაშს იგონებენ. გვაინტერესებს თქვენი აზრით. დაგვიწერეთ კომენტარებში მართას და გელას რომელი გასართობი მოგეწონებათ ყველაზე მეტად, რას გაიმეორებდით ძმასთან ან დაიკოსთან ერთად, როგორ ერთობით ხოლმე დაძმებთან, თუ უყურებთ ფილმებს, ერთნაირ წიგნებს თუ კითხულობთ. დღეს მართამ და გელამ სპაიდერმენის რამდენიმე ფილმს უყურეს. მე და მართა უყურებთ ადამიან ობობას, რაღაც თქო უნდა გავერთოთ და მულტფილმის გმირი ვინაა შენი საყვარელი? შრეკი მეც ძალიან მიყვარდა. მე და მართამ კი Papusზე ერთად შევქმნით მოთხრობა. გაინტერესებს როგორი გამოვიდა? Papusზე უნდა დავწეროთ პატარ-პატარა მოთხრობა მე და მართამ და ნუ კითხულობ ჩემ მოთხრობას. იყო ერთი ბავშვი, 10 წლის. მისი სახელი იყო 6-7. ამიტომაც დედმამა სულ 6 ცალ ბიჭის და 7 ცალ გოგოს Papus ყიდულობდა. ერთხელ 6-7 ეზოში ჩავიდა. მას სამწუხაროდ ეზოში არავინ ემეგობრებოდა. აქამდე როდესაც ჩადიოდა, ყველა გვერდზე იწეოდა და ეზოდან გარბოდნენ. ცალკე იწყებდნენ თამაშს. ამიტომაც მან დაიწყო თავისი Papuების ეზოში ჩატანა და იქ გახსნა დემონსტრაციულად. ერთ დღესაც, როდესაც ხსნიდა Papus ყუთებს, ბავშვებმა დაინახეს, რომ მას ჰქონდა უამრავი სქვიში და უამრავი სათამაშოები. რა თქმა უნდა, ყველა მივიდა და დაუწყეს ხვეწნა, რომ გვაჩუქეო. 6-7 ძალიან კეთილი იყო, ამიტომაც არავისთვის არ დაიშურა Papuები და ყველას აჩუქა ყუთები. თვითონ ბოლოს სქვიშის გარეშე დარჩა. იმდენად კეთილი იყო, რომ ყველა სქვიში გააჩუქა. თუმცა მას ჰქონდა QR კოდი, რომლითაც შეეძლო Papus ვებსაიტზე შესვლა. ამიტომაც იგი იჯდა და ქვიზებს აკეთებდა. დღის ბოლოს ყველა ბავშვმა გახსნა Papus საიტი და ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა ქვიზებს. საბოლოო ჯამში 6-7-მა საღამოს მოაწყო ქვიზებში შეჯიბრი და ყველა კითხვას სწორად უპასუხა, რაც იმას ნიშნავს, რომ გახდა საღამოს ჩემპიონი. ამის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ 6-7 ყველაზე ჭკვიანი იყო და ყველას მოუნდა მასთან მეგობრობა. ამის შემდეგ 6-7-ს ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა. რას ფიქრობთ, როგორი მოთხრობა გამოვიდა? ახლა კი მოდი მართას ვერსია ვნახოთ. მოთხრობა Papusზე. ანუ მოთხრობა რა ზღაპარი უფრო იყო და არა იყო რა. იყო ერთი გოგო სახელად მანანა, უყვარდა სქვიშები და Papuები. იგი სულ ყიდულობდა Papus. ერთ დღეს მან იყიდა Papu და ასკანერა QR კოდი და საიტზე გადაიღო სურათი. 10 წუთის შემდეგ მან იგზნო თავი ცუდად. უცებ დატრიალდა და ამოტრიალდა ახტა ყველაფერი და გადავიდა პორტალში. იქ იყო მართა გელა, 3 იღბლიანი გამარჯვებული ოქროს ბარათის გამომწერი, სქვიშები და Papu. მას უნდა აერჩია Papu, გელა, მართა, 3 გამომწერი ან სქვიში. იფიქრა ბევრი და გადაწყვიტა Papu. ყველას ეწყინა, მაგრამ მანანა გახარებული იყო, რადგან ჰქონდა Papu იმ მომენტში. თან მძიმე Papu. ძალიან მომეწონა, ჩემთვის შენ მოიგე. დამზღაპლის შემდეგ მგონია რომ მართაზე 3 ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავიგეთ. პირველი, მართა არის ძალიან კრეატიული, მეორე აქვს საოცარი იუმორი და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ის უკვე ოჯახის წევრებად მიგიჩნევთ. მართლა ერთი სული გვაქვს, როდის დავასრულებთ ამ მარათონს და როდის შეგხვდებით, რათა ერთად გადავიღოთ ვიდეო. და ახლა ყურადღებით, თუ გინდა რომ ეს შენ იყო, უნდა შეხვიდე ჩვენს საიტზე და აქციის ფარგლებში შეიზინო ჰუდი, რომელსაც საჩუქრად ხუდი მოყვება. და პირველ 200 მყიდველს შორის 3 იღბლიანი გამარჯვებული გამოვლინდება. ვისაც ჩვენი ოქროს ბარათი ამოუვა, განსაკუთრებული სიურპრიზი დახვდება. ერთ ბარათზე გელას წერილია. ერთზე ჩემი და ერთზე მართასი. გამარჯვებული მაყურებლები ჩვენთან ერთად გაატარებენ დაუვიწყარ დღეს და გადაიღებენ YouTube ვიდეოს. ველოდი, გაგიხარდა? კი. მართა და მანანა მიყვარხარ ძალიან. მე თქვენი გამომწერი ვარ. მადლობა. მაინც რა საყვარლები ხართ ყველანი. და სხვათა შორის მართაზე კიდევ ერთი მაგარი რამე გავიგეთ დღეს. მოდი ჯერ მეორე ტოპ კომენტარი წავკითხოთ და ამ ამბავს მალევე დავუბრუნდები. მანანა და მართა მიყვარხარ ძალიან. თქვენგან იმდენ სიყვარულს და პოზიტივს ვიღებ, რომ სხვისგან ვერ იღებ. მე იმდენჯერ ვუყურებ თქვენ ვიდეოებს, რომ ბებია ჩემით დაინტერესდა და ერთად გიყურებთ. იმედია გამარჯვებული ვიქნები, მაგრამ თავარია გჯეროდეს. ეს ფრაზა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ასევე ბებოს კითხე, მანანა ბებოს და ლალი ბებოს ვიდეოები თუ აქვს ნანახი. თუ არ აქვს აუცილებლად აყურებინე. დედებო, ბებოებო, მამებო და ბაბუებო, თქვენც მოგვიყევით კომენტარებში, როგორი ტიპის ვიდეოები
მოგწონთ ჩვენს არხზე. ერთი რამ კი გავიგეთ, მაისურებით თქვენთვისაც უნდა დაგვემზადებინა. სანამ მართას და გელას პრენკს მოუწყობ და ვნახავთ თუ ვინ გაუძლებს 24 საათიან ჩელენჯს ბოლომდე, იქამდე გაგიმხელთ. კიდე რა გავიგეთ მართაზე დღეს. მართა და გელა მთელი დღე საინტერესო კვიზებით ერთობოდნენ. მოდი ვნახოთ როგორ გაართვა თავი მართან ფაფუს კვიზ და რა გავიგეთ მასზე. აუცილებლად ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, რადგან თქვენც უნდა გათამაშოთ საინტერესო კვიზი. რომელია ყველაზე გრძელი მდინარე მსოფლიოში, რომელიც აფრიკაში მიედინება? მტკვარი, ნილოსი, ამაზონი, მე ვიცი. ნილოსი. ხო. ჭკვიანი ვარ აი. რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნო? გობი, საჰარა, ყარაყუმი, მეც ვიცი. საჰარა. ოჩო მორტა. რა ქვია უზარმაზარი წყლის მასას, რომელიც ხმელეთებს შორის მდებარეობს? ტბა, მდინარე, ოკეანე. ოკეანე. რა ქვია ყველაზე ცივ და ყინულოვან კონტინენტს, სადაც პინგვინები ცხოვრობენ? ანტარქტიდა, ავსტრალია თუ სამხრეთ ამერიკა? ანტარქტიდა. რომელ კონტინენტზე მდებარეობს ჩვენი ქვეყანა საქართველო? ევრაზია, ავსტრალია, ჩრდილოეთი. რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ოკეანე? აბა თუ ვიცი, ატლანტის ოკეანე, წყნარი ოკეანე თუ ინდოეთის ოკეანე? წყნარი ოკეანე. ჩემი და არის ჭკვიანი მეგობრებო. რომელი ყველაზე დიდი კონტინენტი დედამიწაზე? აფრიკა, აზია, ევროპა? აზია. რომელი ყველაზე ცხელი კონტინენტი, სადაც სპილოები, ლომები და ჟირაფები ცხოვრობენ? აი შენი თქვი, აბა რომელია? აფრიკა. ოჩო. ვინმე? რომელ კონტინენტზე შეხვდებით კენგურუებსა და კოალებს, მე ვიცი? ავსტრალია, აზია, აფრიკა? ავსტრალია. ოჩო. ხო. რომელ ქვეყანაში მდებარეობს ცნობილი ეიფელის კოშკი? იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი? საფრანგეთი. შედეგი 10-დან 10, ყოჩა ღმართა, ყოჩა. ჩვენ გავიგეთ რომ მართა ძალიან ჭკვიანი გოგოა. დარწმუნებული ვარ თქვენც მასთან ერთად იცნობდით პასუხებს, მაგრამ ყველაზე საინტერესო სხვა რამეა. როგორ ემატება ბავშვს თვით შეფასება, როცა თავისი ასაკისთვის შესაფერის კითხვებს პასუხობს. როცა მცირე ბიძგი ყველაფერს წყვეტს, როცა ხედავს რომ შეუძლია, როცა გრძნობს რომ იცის და როცა საკუთარი თავით ამაყობს. გახსოვდეს, სწავლა შეიძლება იყოს თამაში, თუ სწორად ვითამაშებთ. აი ესეთი რაღაცეებია და შეგიძლია ითამაშო და გაერთო რა. გიფის გადაღებაც შეგიძლია ფოტოს გადაღება. რა მაგარია. ესე ლამაზად გიკეთებს. დასასყანებელი რო არ ქონდეს ეგ ქიუარი, ისე შეგიძლია რომ შეხვიდე? არა. ანუ ამას თუ იყიდი, მე მოყვება ეგეც რა. ძალიან მაგარია. ახლა კი დროა თქვენ გათამაშოთ. თქვენ უნდა გააკეთოთ კვიზი 2-1-ნაირის შესახებ. 3-2-1. მისი სასახლე მოინახულა მართამ წინანდალში. ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის. სადარ გქონიათ 2-1-ნაირის 24 საათიანი ჩელენჯი. მანქანაში, საავადმყოფოში, სკოლაში. რომელი წიგნი წაიკითხა მართამ 24 საათიანი ჩელენჯის დროს? ტომ სოიერის თავგადასავალი, ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. რამდენი ოქროს ბარათია 2-1-ნაირის მარათონში? 5, 200, 3. გასაჩქარია მარათონის გამარჯვებულისთვის. მაისური, მანქანა, მართა, გელა და მანასთან ერთად გართობა და ვიდეოს ჩაწერა. დაგვიწერეთ პასუხები კომენტარებში. გელასაც ვათამაშეთ ძალიან საინტერესო კვიზი და მოდი ესეც ნახოთ. რომელი პრინცესას ყავს მეგობრად პატარა ხამელეონი, სახელად პასკალი, მერი და ფიფქია რაპუნცელი? რაპუნცელის ყავს გონი. რომელ პრინცესას დაეკარგა ბროლის ფეხსაცმელი მეჯლისიდან გამოცევისას? ფიფქია, კონკია, ორია. რომელ პრინცესას აქვს მწვანე კაბა და ერთხელ ბაყაყსაც კი აკოცა? ფიონა. არა, ფიონა. ტიანა, კონკია, ავრორა. მძინარე მზეთუნახავი. აი ტიანა. ხო. გავა. ამ პრინცესას ძალიან უყვარს კულინარია და ოცნებობს საკუთარი რესტორანი გახსნას. ვინ არის ეს? ბელი, ჯასმინი, ტიანა. ჯასმინი. არა. გელა ძალიან მამაცურად უძლებს გამოწვევებს. ჩვენ კი ტოპ კომენტარის წაკითხვის შემდეგ გავიგებთ თუ რომელი მათგანი დაიპრენკება, წაგებს და გამოეთიშება ჩელენჯს. გამარჯობა, მე ბარბარე ვარ. მე 1 წლით გადავედი ბათუმში მშობლების გარეშე და ბებოსთან ბაბუსთან ერთად ვარ. 11 წლის ვარ, მაგრამ თქვენი ვიდეოებს მაინც უყურებ. უკვე 3 თვე დამრჩა. მე 6 წელია ყინულზე დავდივარ და ჩემი ოცნება ამ მიხდა. გამოვედი კონცერტზე. მალე 2 კონცერტიც მექნება და ეს ყველაფერი თქვენი დახმარებით. თქვენ გამატარებინეთ ეს 9 თვე მხიავლად, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენს გარეშე არ მოხდებოდა და 2 სიტყვით თავარია გჯეროდეს. იმედია ტოპ კომენტარებში მოხვდები. მიყვარხართ. ბარბარე, შენ უკვე ბევრისთვის ხარ მაგალითი. ვარჯიშობ და სცენაზეც გადიხარ. ასე გააგრძელე, ყველაზე დიდი ძალა შენშია. ჩვენც ძალიან გვიყვარხარ. დაახლოებით 7 საათი გავიდა რაც ეს ჩელენჯი დაიწყო. აშკარად ერთმანეთს ვეღარ უძლებენ. დავუკაკუნებ და ნახოთ რა რეაქცია ექნებათ. დაბლა არ დამდგარ ხარ? გელა სადა? წაგო! მე მეგონა გავიდა. ხო და რა ვჭამოთ თუ ვერ გადავწყვიტეთ ესე და ჩამოწერთ ფურცელზე და რაც ამოგვია ის რამოთ რა. მაკდონალდსი, კიოტო, შაურმა, სახში გაკეთებული ბორში, პიცა, ჩემი გაკეთებული კვერცხი, ხინკალი, კაი, საჭმლის გარეშე, კაფუნეს. ის ჩაწერეთ ეს ცირტი.
რაღაც დესერტი, კაი. წავიდა. მომე, ჯერ ჩვენ ამაყურებელმა ნახოს რა წერია. მოიცა არ ვიცი. კიოტო. გადარჩით ხახო. აზიური სამზარეულო და ძალიან გემრიელი რაღაცებია და გამოვიძახებ და დაგიბრუნდებით. მე გამოვედი ახლა სახლიდან და ისეთი ქურთუკი ჩავიცვი, რომელიც ხშირად არ მაცვია, იმიტომ რომ გელას უნდა მოვატყუოთ, რომ მე ვარ კურიერი და მე უნდა მივიტანო შეკვეთა და ოთახში უნდა შევუტანო. მართამ იცის და ვეცდებით ორივე რომ გელა დავპრენკოთ მოკლედ და ეხა პირბადეს ვიყიდი რომ არ მიცნოს. წასაღებად შევკვეთავ. გავიდა 9 საათი და ეხა მივდივარ წესთ უნდა იყოს საათს. აი აქ შევაერთე დამტენზე კომპიუტერი და იბუთხა და მთელ ოთახში ჩაქვრა შუქი. ჩვენ შუქი ჩაგვიქვრა ოთახში. ლეპტოპი შევაერთე დამტენი და იბუთხა და ჩაქვრა. არა, გაუგონია რომ ვატყუე. ანუ მე ძალიან შემეშინე გელს ერთხელ ამის დაყავდნენ. კაი მოკლედ მანას დავილოდოთ რა და იმედი ეგვიშველის. დამირეკ ეს რაღაცა მოკლედ ჩართვა მოხდა და შუქი გამოვერთვა და ეხლა პირბადეს ვეღარ ვიყიდი. ჩემი აზრით პრენკავენ, მაგრამ მე გადამარწმუნეს. ანუ მე ვუნდები რომ კურიერი ოთახში ვიაწვდის შეკვეთას და ნახოთ ეხლა რას მომწერენ ამაზე. აი მომწერა ოკო. შევდივარ სახლში პირდაპირ ხახო. ძალიან დაიპრენკა. მომესალმა. ბიჭი დამხვდა ზალაში მორბოდა რომ კურიერ შევხვდარიყო და სახში შემოვიდა. ისა გამარჯობა. შემთხვევით წავაგე რა. გამოვიჭირა როგორ ვიყავი. მოკლედ ეს დავმარცხდი, მაგრამ აჭამეთ მაინც რა. მეგობრებო, კიდე სტუმრად ვარ მათთან და მე ისეთ სტუმარი ვარ, რომ საჭმელი მოუტანა. გელა 10 საათის შემდეგ წააგო და ვნახოთ მართას რამდენი ხანი გამოვა ეს ჩელენჯი. ცოტა სუში, ცოტა ატყია და ქათმის ფრთები. მართა ახლა დარჩება თამაში და ვნახოთ რას მოიმოქმედებს. თქვენი აზრით მართა მოიწყენს თუ კი მარტო დარჩება? სანამ გელას დავამშვიდობებით, მასთან ერთად გატარებული საუკეთესო მომენტები ვნახოთ. ვუკეთებთ გელას ვარცხნილებას ანუ აი დამილვა. რატო არ გიწკებდება? ხვეული თმის, კრემი, ჟელე, არა პატარად მაგა. მართლა გადაპარსული ქონია? არა, შენ? მე კი, ტილები არ ყოლია. აი ტილები ხო ყველას ყავდა. და მე ერთი ბავშვის გამო რო 10 კაცი არ დადიოდო. აი აღამდენ სასხავ დამილვა თავი. აი დედა. დიფუზორი. They ask you how you are, you just have to say that you're fine. აი აქ დაგიხუჭუჭდა რაღაცა. აი მაგდეს ნუ მასხავთ ხო მაგ საშინელებას. რა დაუშავე ამბავ. არ მინდა ეგარა. აუ არ მემორჩილები. აი გვეყო რა. მართამ ნამდვილად არ მოიწყინა. გაახსენდა რომ ფაფუ და მისი უზარმაზარი სამყარო ჯერ კიდევ მასთან იყო. თქვენ ოდესმე აგიშენებიათ პატარა კარავი ან ქოხის კამებისგან და ზეწრებისგან. ისე რომ ერთ ფეხს არ დადო, უნდა გააკეთო ეხა სახლი ამ ოთახში. აი ესე უნდა გადააფარო და შიგნით ასე ვთქვათ იცხოვრო. გელა რომ გამოეთიშა, მართამ დრო აღარ დაკარგა. იფიქრა თუ უკვე მარტო ვარ, მაშინ ჩემს საკუთარ სახლს ავაშენებო. საშრობი, ცოტა ზეწარი, ცოტა ბალიში, ცოტა სირბილი საწოლიდან სკამზე და აი მზად არის ფაფუს ქოხი. ნახეთ სადგას. წაიქცა, კინაღამწაა. ამის. გოგო, ვაიმე, არ ჩამოვარდე მართა. ეს ზანადრილია, უფრო ახლოს მჭირდება მისვლა. ეს უნდა გავშალო ხა მე. ნიად გავშალო ხა. მიდი. ვაიმე, არ შვება. ვაიმე, მიშველეთ ყოჩახ. ოკეი. დაფიქრდი მართა. ვერ ფიქრდები, ან ჩამოვარდით მე. ეხა უბრალოდ უნდა სწორად დავდო. ნახე. აი, ამას ახ გადავაფარე. კარგად უნდა გადააფარო. ხა ხო, იქიდან ახლა უნდა ავიღო ეს სანათი და ხა იქნება იშვიათი ნომერი. ხალხო, რა ხდება? მართა რეებსაკე. როგორ გადამოვიდე? არ ვიცი, როგორც გინდა ისე. გავიჭედე. აი ხა შეიძლება წააგო ეს ჩელენჯი მაგის გამოიწე. ვერ იზა. ვისო? გაიჭედა ხალხო. ვიცი როგორც უნდა გადმოვალ. ნახეთ, ეხლა უნდა შუსტრები ვიყავ. ვაიმე, რამაც დავდგები და გადმოვხტები. ვაიმე, მიშველეთ ხალხო. არა, ყველაზე მარტივი გზა. დავიწვი შენი ცოდვით მართა. აქედან როგორ გადმოვედი? გოგო, მანანა. ბრო, აქედანაც ვერ გამოვალაბა. ჩარჩი. არა, არ ჩავრჩი. კაცი. ოჩა, მაინც გადმოხედი. ახლა შენი სახლი გაქვს ასაყენებელი და მოსაწყობი. მართამ გელას თხოვა, რომ თავისი სახლისთვის ინვენტარი შემოეტანა, რათა დაბლა დააფინოს. შენ იქნები პირველი სტუმარი. ოპა! აგირჩევ ნივთებს, რომლებსაც შევიტანი სქავიშები. ბევრი მოვიტან და ეხ დავაწყოთ. ზალამაზე დაახალ ხო? აი ესეთი ბარწები გვაქვს. 3 ცალი გვაქვს შუპაჩუპსი. გვექნება ესეთი 2 ბლოკნოტი, ესეთი 2 თამაში, 2 ფანქარი, ესეთი სქავიშები. ნახეთ დონატი. მანანა, მოდით. აუცა, კაი. ფეხში გიგაციეთ. მოკლედ ახლა ცოხანი ვიქნებით მე და მანანა, გავერთობით. ესე გავადროც. ეხლა ლექსი მან გარდადეგებს ეს სწავლი რა. ჩამაბარე, მე მიყურე ოღონდ.
წეგან მე წუწუნებოდა რომ სკოლაში არ წავალო და მე არ ვაცდენინებ სკოლას არასდროს უვაძროდ. ეხა მე ეგრე ვატყუებდი და ჩემს რომ უცენი მტკივა, თავი მტკივა, ის მტკივა, ყელი მტკივა. მაცდენინებდა ხოლმე, მაგრამ მე მართას ჩემდას. ხო და რატო? იმიტომ რომ ვიცი რომ იწყვუები. 24 საათის აწოლზე მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ამ დღემ კიდევ ერთხელ გვანახა რომ როცა გაქვს ფანტაზია, თამაშის ხალისი და კარგი განწყობა, ყველაზე რთული ჩელენჯიც და უიწყარი ისტორიაა. მართა მართლა ბოლომდე გაუძლო. დილით გაიღვიძა და პირდაპირ სკოლაში წავიდა. თუ ბოლომდე გვიყურეთ, თქვენც ამ თავგადასავლის ნაწილი ხართ. დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელი მონაკვეთი მოგეწონათ ყველაზე მეტად. სანამ შუქს ჩავაქრობთ და თვალებს დავხვიჭავთ, ორი რამე უნდა გავაკეთოთ. პირველი მადლობა აღმოჩნდა ყველაფრის რაც მოგვეცით დღეს. და მეორე, ფაფუზე ზღაპარს უნდა მოусმინოთ. წავედით აუდიო ზღაპრებში და მოდი ახლა ავარჩიოთ. მოხერხებული მებაღე. ტკბილი ძილიაბა. მოხერხებული მებაღე. ერთხელ ხელმწიფე ქალაქში გადაცმული გავიდა და ჩუმად ხალხში გაერია. სეირნებისას ლამას ბაღს მოჰკრა თვალი და შეამიჯა. ძილინებისა მეგობრებო, ძალიან გვეყვარხართ.